კვარა რასაც თამაშობს, თუნდაც გოლიც ხომ მაგარი გაიტანა და ნაპოლის კადრები ხვდება ხოლმე და უკვე ის ნოსტალგიები ხო ახლა იყო, მაგრამ ისეთი ნოსტალგია რომ მოაქვს, რომ ბიჭო, რა მაგარი რაღაცა ვნახეთ. გუნდი რა კარგი იყო და კვარა ცალკე რა იყო. არა მარტო შედეგიანობის თვალსაზრისით. შედეგიანობა ძალიან კარგი ქონდა ასევე, გოლს პლუს პასის სისტემით რო დავთვალოთ, ეს საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელეს, ხო? ოსიმენი რო ამბობს, რომ მე ვიყავი ყველაზე მაგარი და მე ყველა კვარას რო ამბობს. მაგრამ ანუ იმიტომ ამბობენ კვარას, რომ ვერ აუვლი გვერდს იმ ფეხბურთს, რაც კვარა მითამაშა. კი. ეფექტურობის. კარგია როზრია რა. იმით რო არის ვითვლით მარტო რომ რამდენი შანსი შექმნა, რამდენი ირბინა, რამდენი პასი არ გააფუჭა, ეგ რო არ არის და ესთეტიკა რო შემოდის მან, ეგ არის ყველაზე მაგარი და თუნდაც საუკეთესო გოლსაც რო მოიგებ მაგ სეზონში. საუკეთესო ფეხბურთელი. ხო, ეგ ნიშნავს იმას, რომ შენ აცოცხლებდი რა იქრობა და თან აი ნაპოლი ისეთი გუნდია რა, რაღაცა ეგრე მეტეორიულ უცებ ხანდახან ჩაიქროლებს ხოლმე ძალიან ემოციური ხალხიც ახლა ისეთია ჩვენ რო ვიყავით რომ აი კვარასნაირი ფეხბურთელი მაგ სიტუაციას ძალიან მოუხდა და ძალიან მაგათთან გულთან ახლოს მივიდა იმიტომ რომ აი ეს რაღაც ქარიზმა ეს რაღაცა ცითავხედე რომ მარადონა რატომაც გზნობდა ალბათ ხო რა ძალიან მაგარი საქართველოსდან მოსული ბიჭი რომელსაც სასწაული ისტორია ხო მაგარი ამბავია საწიგნე და საფილმე ისტორია კი და რა ფეხბურთიც კვარა მითამაშა მან თანამედროვეობაში სანთლით უნდა ეძებო ეგეთი მომენტები და იამალი და ბაპე და ვიღაცებს რო უყურებ, აი კვარას გამო ტელევიზორს ჩართავს არა ქართველი. არა ქართველი რო ჩართავს ტელევიზორს, დარწმუნებული ვარ. და ისეთი ამბავი იყო, რომ ძალიან ბევრი ფეხბურთისკენ არა მარტო ქართველი, ქართველებზე ხო რამხელა გავლენა ქონდა მაგ კუთხით ფეხბურთის კენ შებრუნების თვალსაზრისით რა, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი ისეთი რომელიც შეიძლება არ უყურებდა, აღარ უყურებდა რაღაცა ბევრი შემხედრია, ბევრი უცხოელისგან, ბევრი კომენტარი წამიკითხავს და ბევრი შემხედრია და ლაპარაკშიც ბევრს უთქვამს რა, ესე. რომ ვიღაცა ტიპები ფეხბურთისკენ შეაბრუნა, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ის სიხალისე, ის ესთეტიკა და ის სილაღე, რაც დაკარგული ქონდა მათთვის ფეხბურთს, აი ამ ნაპოლიმაც და კვარამ პირველ რიგში დააბრუნა რა მათთვის რა და ეგ არა პატარა ამბავი, ძალიან დიდი რაღაცაა რა. ისევ როგორც მუსიკაში, ჩემი აზრით, კინოშიც და ასე შემდეგ, რაღაც პრიზებს მეორე ხარისხოვანი მნიშვნელობა აქვს და მთავარი არის ხალხის აღიარება, დაფასება და ხალხის სიყვარული, იგივეა ფეხბურთშიც რა, მიუხედავად იმისა, რა თქმა უნდა, მთავარი ტიტულებია. ჩემპიონობაც მნიშვნელოვანია და ასე შემდეგ. მნიშვნელოვანია ძალიან. ესა მთავარია ვერ იტყვება. ეს არის არანაკლებ მნიშვნელოვანი რა. მარტო ტიტულის, მაგრამ კარემბოზე იყო გადაობა მთელი ისა, რომ კრისტიან კარემბოსა ძალიან ბევრი ტიტული ქონდა მოგებული რა, მაგრამ ზიდანს სულ არაფერი არ მოეგო. აი ზიდანი იქნებოდა. ისე როგორც ძალიან ბევრი ფეხბურთელია, რომელსაც ბატისტუტა ეხა ვიცი, შენც გაკვირებული ხარ ხოლმე სულ, რომ რამდენ ტიპს ევასება და ხო. რავი, ეხა ჩემი ასაკის, ჩემზე ცოტა პლუს მინუს წლები რომ მიამატო მოაკლო, ყველას გიждდება ბატისტუტაზე, გიждდებოდა იმ პერიოდში. კრესპოს ეგეთი ის არ ხოდა. ვიღოთ იმისა, რომ უფრო ტიტულოვანიც იყო, უფრო წარმატებული ეს როა იყო კარიერა. ამაზე იტალიის თასი ქონდა, ერთი ძღინკიანი მოგებული, სანამ რომაში გადავიდა. ემოცია მოქონდა თამაშს. და ეგ იყო რა. რაც მაშინ კიდე 90-იანებში მაგის ნაკლებობა ალბათ არ იყო. ჯერ კიდე ის დროა რომ ფეხბურთელებს მაისურის გახდაზე ყვითელ ბარათს არ აძლევდა. რაღაცები იყო რა, ისეთი რაც იმ ეპოქას აი ეს ემოციური ბუმი და აი ფეხბურთელები რო ტიპები იყვნენ და თან ცოტა მისტიური არსებები, იმიტომ რომ ხო, მიუწვდომლები იყვნენ. ხო, საშუალება რომ ოთხსელებში მე ვიღაცა კატასტროფებს სახლში მას ვერ ნახავდი და ოჯახში როგორია მაგას ვერ გაიგებდი. ხო. აი ეგ მისტიურობაც იყო რა თქმა უნდა, მაგრამ ფეხბურთი არ იყო ესეთი პრაგმატული. და ამ პრაგმატულ ფეხბურთში ძალიან ბევრი რობოტი ტიპი გაიჩნდა და ამ რობოტულ ფეხბურთში რო უცებ ვიღაცა ტიპი გამოანათებს, უფრო დასაფასებელი ხდება, ვიდრე მაშინ როცა მართლა შენთვის არ იყოს, ძალიან ბევრი ყველა გუნდში რაღაც ვარსკვლავი იყო და ყველა გუნდს ყავდა ისეთი ტიპი, ვის გამო შეიძლება გეყურებინათ, მაგრამ 11-11-ზე კი არ თამაში, მაგრამ რეალურად რთავ იმის გამო რომ ვიღაც შეიძლება ერთი ნახო. კი. მესის გამო უყურებ თამაშს. ემოციის გამო უყურებ რა.